გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას მოგიტანთ 17 თებერვლის მზის დაბნელება და ასევე ახალმთვარეობა. ვიცით, რომ ეს ორი მოვლენა ხვალ 17 თებერვალს ერთდროულად ხდება. ნახოთ ჩვენ ორკვირიანი ინტერვალი, ძირითადად, ასე ვთქვათ, რა სიახლეებს შემოიტანს. შეგახსენებთ, რომ ეს არ გახლავთ ასტროლოგიური პროგნოზი. ეს არის ტარო პროგნოზი. ნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი პირველ რიგში, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს კონკრეტული ვიდეო სწორად აირჩიეთ. ვიხართ თქვენ. ლენსეთი კარტები ამოდის ვიფასებო. ესე იგი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც გაქვთ გავლენა სხვებზე, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მუდმივად ხართ ტრანსფორმაციაში, ასე ვთქვათ, ანუ თქვენ ხშირად რა შესაძლებელია რამოდენიმე წელში ერთხელ გიწევთ განახლება, ასე ვთქვათ, უეცარი ცვლილებები. ამ შემთხვევაში, ჯერ არ ამომიღია კარტები იმაზე, რა შეეხება ცვლილება, თუმცა უკვე ჩანს, თუ თქვენ ცხოვრებაში იყო ფინანსური პრობლემები, რაღაც ცუდი ინვესტიციები დაუშვათ, ავადმყოფობაც კი. ეს ბარდება წარსულს, ეს აღარ განმეორდება ძვირფასებო და თქვენ ცხოვრებაში მოდის აყვავება, სიმდიდრე, სახლი, ბინა, სულიერი და მატერიალური სიმდიდრე, პრობლემების გადაჭრა, სურვილების ასრულება, გამარჯვება და ფორტუნა. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ამ მომენტში გადიხართ ტრანსფორმაციას, შესაძლებელია გეჩვენებათ, რომ რაღაც ცირკოსაშველი არ არის, ან ძალიან გაგიძნელდათ ეს ტრანსფორმაცია, გაჭიანურდა დროში. თუმცა მოდის თქვენთან მატერიალური სარგებელი და ეს არის ნიშანი იმისა, რომ თქვენი ცხოვრება იცვლება უკეთესობისკენ და უფრო მეც სიამოვნებას, უფრო მეტ კმაყოფილებას მიიღებთ, ვიდრე ღებულობდით აქამდე. და გახდებით უფრო მხიარული. თუ აქამდე იყავით გულჩათხრობილი, ასე ვთქვათ, თუ გაწუხებდათ ეჭვები, ეს ეჭვები გაიფანტება. სიგნიფიკატორი ძალიან გამიგრძელდა, თუმცა ასე ამოვიდა ძვირფასებო. კარგით, ვინც დარჩით, ვისაც ასე ვთქვათ, გეყოთ მოთმინება, ამახსნა განმარტებასე და დარჩით, განვაგრძოთ თქვენთვის. რა ცვლილებები მოდის თქვენთან ხვალინდელი დღიდან? ვიცით, რომ ეს კარმეული პერიოდი, ასე ვთქვათ, ეს ხდება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. ნახოთ თქვენ პირადად, ვინც გახსენით ეს ვიდეო, დათვალყურშმადევნებთ, რას მოგიტანთ ეს ცვლილება. ძვირფასებო, შესაძლებელია თქვენ ვიღაც ან რაღაც მოიტოვოთ წარსულში. ანუ დაასრულოთ სიტუაცია, ან მოიშოროთ ადამიანი, დაასრულოთ ადამიანთან ურთიერთობა. ანუ თქვენ ცხოვრებაში, თუ ამ ორ კვირის პერიოდში დასრულდა ურთიერთობა, იცოდეთ, რომ თქვენთვის ასე არის უკეთესი, თქვენი მომავალი ცხოვრებისთვის ასე ჯობია და ეს არის რეალურად თქვენი გადაწყვეტილება. ანუ თქვენ ამაზე გადაწყვეტილება თქვენმა ქვეცნობიერმა უკვე მიიღო, რომ ეს სიტუაცია, ან ეს ადამიანი, გაჩნია რა საკითხი არის აქტუალური თქვენთვის, უნდა დასრულდეს. რატომ? იმიტომ, რომ მან არ გამოიჩინა ინიციატივა. თუ ადამიანს ეხება, მან არჩევანი არ გააკეთა თქვენ სასარგებლოდ.
და მოგიტანათ იმედგაცრუება, ამიტომ ის უნდა დასრულდეს მასთან ურთიერთობა. თუ ეს სიტუაციაა, დაუშვათ ამ სიტუაციამ გაიწელა ძალიან დროში, აღარ შემოაქვს სარგებელი სიტუაციას და საჭიროებს მიმართულებას, საჭიროებს, ასე ვთქვათ, ცვლილებას ოღონდ სრულიად ახალი მიმართულებით. და ამ ცვლილებას თქვენ გააკეთებთ. უკვე თქვენ ცნობიერში ეს იდეა არსებობს, უკვე დაბადებულია ეს იდეა თქვენს აზრებში, ასე ვთქვათ, თქვენს თავში და თქვენ ზუსტად იცით, როგორ განაგრძოთ გზა. კარგით, კიდევ რა ცვლილებები მოაქვს, ასე ვთქვათ, ხვალინდელ მზის დაბნელებას თქვენს ცხოვრებაში. ეხლა ვეძებასება. ესე იგი, თქვენ დიდი ხანი ელოდით, საკმაოდ დიდი ხანი რაღაცას და მიიღებთ ამის, ასე ვთქვათ, შედეგს. შედეგი იქნება თქვენთვის ძალიან სასიამოვნო, დამაკმაყოფილებელი და შემოგიტანთ მატერიალურ დოვლაც. ვისთანაც ბიზნესი არაფერ შუაში ან საქმე, ანუ არაფერს არ ელოდებით, მაშინ თქვენ ცხოვრებაში დიდი ხნის ლოდინის შემდეგ შემოვა თასების მეფე. ეს არის საყვარელი ადამიანი. ნუ ქალბატონებისთვის ეს არის, რა თქმა უნდა, სიყვარული. და თქვენ ეს დაიმსახურეთ. კარგით. კიდევ რა ცვლილება მოდის თქვენთან? ნახოთ, თქვენ იქნებით ძალიან ასეულები. იმ შემთხვევაში თუ ქალბატონი ბრძანდებით, ეს არის თასების დედოფალი, რა თქმა უნდა. ნუ აქ მორიელია წერია, თუმცა თასების დედოფალი ზოგადად გულისხმობს რას? ზოგადად გულისხმობს, რომ თქვენ კმაყოფილი იქნებით თქვენი ცხოვრებით, თქვენი ემოციური მდგომარეობით. ამას გულისხმობს და მე გილოცავთ ძვირფასებო და გესურვებთ, რომ 100%-ით ახდეს ეს პროგნოზი თქვენ ცხოვრებაში. კარგით, კიდევ რას მოგიტანთ ხვალინდელი მზის დაბნელება. სახელი ჟღერს ცოტა ისე აი მზის დაბნელება, მაგრამ ჩემი გამოცდილებითაც გეტყვით ძვირფასებო, რომ დაბნელებების პერიოდში და ეს მოიცავს 2 კვირიან ინტერვალს ძვირფასებო, იცით სავარაუდოდ ეს პერიოდი არის ცვლილებები უკეთესობისაკენ და ასევე რაღაც გეგმები რაც გქონდათ თქვენ დაწყობილი სამომავლოდ შესაძლებელია ეს გეგმები შეიცვალოს და შემდეგ თქვენ მიხვდეთ რომ უკეთესია თქვენთვის რო შეიცვალა, ასე ჯობია. მანამდე რაც თქვენ გქონდათ დაგეგმილი, მე აღმოჩნეთ რომ კიდევ კარგი ისე არ წავიდა გეგმა და კიდევ კარგი მოვლენები განვითარდა ისე, როგორც თქვენ არ დაგეგმეთ, იმიტომ რომ მიხვდებით რომ ეს უფრო მეტ მატერიალურ, ასე ვთქვათ, სარგებელს მოგიტანთ და ემოციურს ასევე. კარგი, ეს ჩემი გამოცდილება არის ასეთი დაბნელებებზე. ესე იგი, ნახოთ კიდევ თქვენ რა ცვლილებებს მოგიტანთ კონკრეტულად თქვენ, ვინც გახსენით ეს ვიდეო. სუკმაყოფილება მოდის ძვირფასებო, ისე ხედეთ. ეს არის 9-იანი თასი. 9-იანი თასი არის აი ჯანსაღი ნარცისიზმი. მდგომარე ბოდიშ გიხდით ძვირფასებო, მომიწია დაპაუსება. ეს არის მდგომარეობა, როდესაც თქვენ კმაყოფილი ხართ თქვენი მიღწევებით და ამაყობთ ამით. ესე იგი, მოგიტანთ მზის დაბნელება უდიდეს კმაყოფილებას. კიდევ რას მოგიტანთ? ვარსკვლავი. ნახეთ ძვირფასებო. რა ულამაზესი არკანია. აი წაგიკითხავთ პირდაპირ აქ რაც წერია, ეს ქართული ტაროა. იმედი, რწმენა, აღმაფრენა, მნიშვნელოვანი გეგმები, ოპტიმიზმი, კარგი ომენი, ბედნიერება, დაკმაყოფილება, სიამოვნება. ნახეთ, შეიგრძენით და დადგმით ძვირფასებო. ეს არის ზუსტად მერწყულის არკანი, ასე ვთქვათ, მერწყულის ზოდიაქოში ხდება ეს მზის დაბნელი.